ეს ქალი მთელ ოჯახს სოკოებით მოკლავს. ეს ნამდვილი ამბავია ბოსშხო. ავსტრალიაში დედის ტყვანჩანი აწია 48 წლის ერონ პეტერსონმა. მოი, ფერი და მოგიყვე, ჩამოჯექი. მოკლედ, ეს ქალი ვერ იტანდა თავის ყოფილ ქმარს და მის ოჯახს. ეს ქალი თავის ქმართან გაშორებული იყო და ხოცავდნენ ერთმანეთს. ქმარს ეუბნებოდა ფული მოჯვიშე უსაქმო, რომ ბავშვებისთვის არაფერს აკეთებო. ქმარი პასუხობდა, რა ვერ ამოსკდით თქვენი მჭამელი ისა და ესაო. ხოდა, ერონმა ამათ კუბოებს დავდგა, მე არ ვიყო ქალიო. ავდგები ეხლა კარგად დავპლანავ ყველაფერსო, აგერ გუგლი ვიცი გადასარევად და რამე შხამიან სოკოზე მოვიძიებ ინფოსო. დაჯდა დაგუგლა კიდეც, წავიდა და მოკრიფა კიდეც მოწამლული სოკო, მაღაზიაში შეიარა, იყიდა დეჰიდრატაციის აპარატი, ჩაყარა სოკო გამოაშრო, ფნილად აქცია და გაუშვა იმ კერძში, რომელ კერძზეც შემდგომში საიმონის მშობლები, დეიდა და ბიძა დაპატიჟა, ვითომ რაღაც სერიოზული ქონდა სათქმელი. საიმონი არ მივიდა ვახშამზე. ერონს ეწყინა საიმონის ვახშამზე არ ყოფნა, მაგრამ არ დაიბნა ბაჭია და 4 კაცი დაწამლა. მოკლედ, საღამოს სახლში ყველას მაგრად დაენძრა და სათითაოდ ყველა აღმოჩნდა საავადმყოფოში. მანიაჩკაც მივიდა საავადმყოფოში, ვითომ თვითონაც მოიწამლა. მოკლედ, ნათელში ამყოფოს ღმერთმა და საიმონის მშობლები და დეიდა გავიდნენ გაღმა. ბიძია მაგარი კაჟი კაცი ყოფილა და გადარჩა. საბოლოოდ გამოძიება მალევე შეაგროვა საკმარისი მტკიცებულება, გადარჩენილის ჩვენებაც მიიღო და ერონი სამუდამო პატიმრობაში გაამწესეს. მპუკად.